მოგესალმებით, ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, მე შორენა ჭიაურელი ვარ. და დიახ, ჩვენ მოგვიწევს მომდევნო თითქმის 1 საათის განმავლობაში ყოფნა პირდაპირ ეთერში და ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, იმ პროცესებზე, ზოგადად რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა სანამ მაყურებელი შემოგვერთდება, მე რა თქმა უნდა მომეცა შესაძლებლობა, რომ მოგილოცოთ 2025 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი. და რაც მნიშვნელოვანია, სიმშვიდეს უსურვებ ჩვენს ქვეყანას, ასე რომ ყველა მინდა რომ იყოთ წარმატებული და ბედნიერები. რაც შეეხება ჩვენ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, გეტყვით რომ ეს გახლავთ 0322 388 შეგიძლიათ დაგვირეკოთ, შემოგვერთდეთ, რა თქმა უნდა ჩვენ გვერდს ვერ ავულით იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ხდება ქვეყანაში. საინტერესოა სხვათა შორის ანალიტიკოსების შეფასება, ფაქტობრივად ჩაიარა აი ამ ახალი წლის დასვენების დღეებმა, უქმე დღეებმა და ბუნებრივია პოლიტიკური ნაწილში ოპოზიციური მხარე, ვინც ასე ვთქვათ ძირითადად აქტიურობს აქციებით და არა მხოლოდ, აქვს კონკრეტული მოსაზრება ქართულ ოცნებასთან, ის კვლავ აქტიურობს და ახალი აქციებიც იგეგმება. საინტერესოა, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში პროცესები, როგორია თქვენი თვალით დანახული ის მოვლენები, რასაც ადევნებთ, დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად თვალს ტელევიზიის საშუალებით იქნება ეს თუ რადიოს მეშვეობით, ასე რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ 0322 388 და ისაუბროთ პირდაპირ ეთერში. ახალი გამოწვევა პოლიტიკური არდადეგების დასრულების შემდეგ. სხვათა შორის მე ვახსენე ანალიტიკოსები, საინტერესოა მათი მოსაზრება, რამა საყვარელიძე, ნიკა ჩიტაძე და არა მხოლოდ ვინც გამოთქვამს აზრს, რომ პროცესების, ასე ვთქვათ, დაძაბულ ფაზაში გადასვლას ვარაუდობენ, ამისი კონკრეტული ახსნაც აქვთ მათ და როგორც აღნიშნავენ, ვითარების მოსავალნელ მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში ამის წინაპირობა უკვე გამოჩნდა, განსაკუთრებით კი დაძაბულ და მათივე აზრით ამერიკის შეერთებული შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილ პერიოდზე ამახვილებენ ყურადღებას. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და შეგიძლიათ შემოგვერთდეთ, დარეკოთ 0322 388 შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები, უახლოესი დღეების გეგმები, მათ შორის უკვე განსაზღვრულია, ბუნებრივია ჩვენ ამ გეგმების შესახებაც ვისაუბრებთ და განვიხილოთ, გავცვალოთ აზრი. მაშინ ასე, პირველი მაყურებელი უკვე ხაზზე გვყავს, მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გამარჯობათ. გამარჯობა, შორენა გენაცვალე. ყველა დღესასწაულს გილოცავ, მრავალს დაესწარით ჩემო გოგონა. დიდი მადლობა. რითი უნდა შევაფასოთ, აბა? ეხან კალაძე გამოვიდა და ვისმენდი, რომ ჩვენაო ინფრასტრუქტურასო მეტ ხარჯებს დაუთმობთო, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურიდან ეტყობა მეტი სარგებელი მისდით. და საწოდავი პენსიონერები რო გავდივართ ბაზარში და აი პენსიონერებისგან რაღაცას უყიდულობ მე პირადად. ისინი თვითონვე იტყვიან ხოლმე ასეთ რამეს, რომ ვაიმე ჩვენ რაიონის პენსიონერები კიდე თავს რაღაცით გავიტანდა ქალაქის თბილისის პენსიონერებს რა ეშველებათ, რა პენსიაა და თავი რითი უნდა გაიტანონ. ეხლა მე ვეკითხები ბატონ კახი კალაძეს. არ ჩვენიათ კაცო, თქვენ რო ყოველწლიურად კაი ხელფასებს იმატებთ და 500-600 ლარი პენსიონერს თვეში სანატრებელი როგორ უნდა გქონდეს და მით უმეტეს ქალაქის პენსიონერი რომელიც ყიდულობს ყველაფერს. ან ეს დაპენსიების დამატება იყო მასღაც უგიგდებენ. სტატიალად დაუცელებს კიდე რას უმატებენ არაფერს. რა უბედურებაა კაცო, მარტო ინფრასტრუქტურა. კიდე გავიმეორებ, ბატონო კახი ეთქობა თქვენ ძალიან კარგია ინფრასტრუქტურასო ადევნებთ თვალყურს და აკეთებთ, მაგრამ ეთქობა სარგებელი გაქვთ, რა ვიცი, ყველას, ვინც მანდარინო, პენსიონერებს ძაღლად არ გვაგდებთ, ჩვენ გვინდა არსებობა და ღირსეული პენსია. ეს ერთი. მეორე ის კიდე რა შეფასება უნდა მივცეთ, დავიღალეთ ხალხი აი ამ მიტინგებით. თუ ასულებენ დაასრულონ ავტარობამ, ხო გაიმარჯვა. ჩვენ ლეგიტიმურები ვართო. გააკეთონ და გააგნასწან, ჩაახშონ ეს საპროტესტო აქცია. ჩვენ გვინდა სისხლარე, კაცო, სადამდე უნდა გაგრძელდეს ამათი პასში. ეთი ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ რაღაცა გააკეთოს, ციხეში უკრავენ თავსა და ამათ ყველაფერი როგორ უნდა გაზიოდეთ და რატო ატანინებენ, ვერ გავიგე. თუ ლეგიტიმურები ხართ და ხალხი გიდასტურებს როგორც თქვენ ამბობთ, ესე იგი ლეგიტიმურმა მთავრობამ უნდა სიმშვიდე მოგწეს. ამას ვეუბნები სრულიად თელ თავობის შემადგენლობას. დიახ, იცით რა არის ქალბატონო, სხვათა შორის მადლობა ყველაფრისთვის. იქნებ
კარგით, მაყურებელი როგორც ჩანს ხაზე არ არის, დაგუმშვიდობა დროზე ადრე, მე მინდოდა თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა, მაგრამ არა უშავს, თუ დაგვიკავშირდებით, ხელმეორედ მე აუცილებლად თქვენთან კითხვით დაუბრუნდები. მოდით, შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ, ვაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შესაძლებელია, რომ აი ის საპროტესტო მუხტი, რომელიც ამ დროისთვის არის ჩვენს ქუჩებში გაგრძელდეს და გადაიზარდოს რეგიონებშიც, ასე რომ ვთქვათ, ამაზე ისინი სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ, მე ბუნებრივია გადაცემის მიმდინარეობისას აუცილებლად მოგახსენებთ მათ პოზიციას, თუმცა მანამდე მაყურებელი შემოგვიერთდა და გავიგოთ მისი დამოკიდებულებაც. მოგესალმებით. გამარჯობა. ისე? დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. Salvador, სახელმწიფოს მართვა ძალიან ძნელია. ყველას გონია, რომ სახელმწიფოს მართვა შეუძლია. ასე არ არის სახელმწიფოს მართვა. უნდა იყოს სამუშაო ადგილები, უნდა იყოს, რომ ხალხი არ გარბოდეს ამ ქვეყნიდან. ფაბრიკები, ქარხნები უნდა ააშენონ, რაღაცა უნდა გააკეთოს. ახალგაზრდობა გარბის. სამუშაო ადგილი არ არის. ეს ბიზნეს რომ აშენებენ, ვისთვის აშენებენ? 15 და 20 მილიონი გახვდის ქართველები? ეს არ არის, მართვა არ არის ეს. არაფერი არ გამოვა ამით, არაფერი. საქართველოს არის განადგურების გზაზე, წიწია უკვე შესატანი რო იყვე რა. არაფერი არ გამოვა. აბარი ცხურია. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის და დაგემშვიდობებით, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეულ დაძაბულობაზე, თუ მოსაუდნელ, ასე ვთქვათ, დაძაბულობაზე, რაც ძალიან არასასიამოვნოდ ჟღერს, ბუნებრივია ეს სიტყვა და განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მოვლენები, რომელიც ვითარდება არასასიამოვნოდ, ამ დრომდეც არის ხომ, დაკავებულები და ფაქტობრივად გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ისინი თვლიან, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები აუცილებლად უნდა თავისუფლდეს, ძალიან არასასიამოვნო, რა თქმა უნდა, მსგავსი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგი იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ იყოს მშვიდობა და იმედია ეს ყველაფერი დროზე ადრე დასტაბილურდება, ძალიან ცუდ სახეს იძენს, ხო? ფაქტი არის ეს საყოველთაო ჩხუბები და ძალადობები, რაც იმან გამოიწვია, რომ სამართალი და კანონი არ არსებობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ და მეთანხმება ძალიან ბევრი მაყურებელი მიუღებელია ნამდვილად ასეთი ფორმით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა და არც ერთი მხრიდან არ შეიძლება რომ იყოს ძალადობა მოსაწონი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში ძალადობა და მხოლოდ მშვიდობა. მორიგი მაყურებელი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით თქვენს, გითმობთ დროს, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ალო. გამარჯობა. რა შეეცით საქმე? დიახ. მე ვლაპარაკობ, ხო? დიახ, ქალბატონო, დიახ. მე მინდა დავიწყო იმით, რომ ძალიან იშვიათად შემოვდივარ, ამიტომ ძალიან მაწუხებს და უნდა გითხრათ და შეგაქოთ. შეიძლება პატრიოტთა ალიანსის ასე როლის დამცირება დავით არხანმოურავი მაოცებს არ შეიძლება ამ ერუდიციის მისი გამოცდილებით ისინი თქვენ ამბობთ რომ ჩვენ ვიცით როგორ უშვებოთ ქვეყანას შეიძლება თუ არა ამათი მოსმენა თქვათ რჩევების რაღაცნაირად იცით დაქუცმაცებულები ვართ უტყვიანი ხალხის არსებობს მაგრამ რატომ პოლიტიკაში ძალიან დაიშკამპნენ ესეთ ერთი და იგივე რომ გამოდიან თქვათ ისინი ოპოზიცია ხომ და პოზიციას თავის მართლების რეჟიმში არიან სულ ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს დავიღარეთ აი მორალურად გაცდნენ უკვე ეს უნდა რაღაცნაირად შეიგნონ და რაღაცა შეცვალონ თუ არა და წადით კაცო საკმარისად მიიღეთ ყველაფერი ხო
ცოდვა ეს ქვეყანა როდესაც ირმა ამბობს ქართველი ხალხი ჟურნალისტები მიulis ანაი დავით არხანმოურავი არ შემიძლია არ გითხრათ თუმცა როგორი ერუდიცია აქვს მე ამან ამაღელვა და შეიძლება თქვა კიდევ ერთხელ გავიმეორო როდესაც ეს რელიგიური თემები ქრისტიანობაზე და მარიამ მაგდალინელიც კი გააკეთი უშობილა ის არ იყო მეძავიო და დაასაბუთა მე მარიამ და მშობელზე ღვთისმშობელზე ის დახვთაო საფლავიდან გამოსულ იმას იესოს ამითაც ამაღლა ღვთისმშობლის ფუნქცია როლი აი დედაშვილობის ეს რომელიც ესე მოთხრილია რა დღეს დედაშვილობა წარსულს ჩაბარდაო რომ ესმის და ოპოზიციისგან ძალიან შეწუხებული ვარ აი ამიტომ ყველაფერი აი ხა დღეს მთელი დღე არ არის წყალი ნუ მითხარით მომსახურება რა დონეზე გვაქვს უკაცრავად და ვრეკავდა სემეკე ესენი განამპასუხობენ მე არ მეხება კაცო ვის ეხება მითხარით ეს მომსახურება რა თანხები შედის აქა მილიონები კეთდება და მილიარდები ესე უნდა ან საერთოდ მოწმდება საერთოდ რაიმე რა შედის მაღაზიებში როვა კრიტიკა ამ რუსეთს აი კანტონ საკუპკა იქ და ეს გადაცემა სადაც მომსახურების მთელი ის პროცესი რაღაც ანალიზი ექონდებარება რა შემოდის ჩვენ მაღაზიებში რა სჭამთ ან საერთოდ ძალიან კარგად ილაპარაკა იმათ ჩემ წინ როდესაც გააკრიტიკა ისა მერია მერიამ რომელმაც მე 90 წელს ვახლოვდები 5 ჯერ უარი მითხრე იმას ასლარიან იმას ჯერიშბინე წადი წამოდი და რა საჭიროა შეიძლება თუ არა ეს ელექტრონული წესით მოხდე და 5 წელი არ მიმიღე არანაირი შეღავათიანი ისა მედიკამენტები რა ფასებია ქალბატონო გამოდის შეწუხებული ხალხი ისმეს საერთოდ ხელისუფლება ეხლა მე არ მინდა ყველა დავამცირო და მე თარხანმოურავს და საერთოდ თქვენ გუნდს არ ამპატივსებ იმიტომ რომ გძნობ რომ გაწუხებთ ეს ყველაფერი ნამდვილად შეუძლებელია რომ არ გაწუხებდეს ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში თუ გნებავთ პოლიტიკურად თუ გნებავთ ეკონომიკურად მიშვებულია ქვეყანა ის ღატაკი ქვეყნის იმიჯით როდემდე უნდა იყოს საქართველოს როდესაც ერთ ქართველს კითხეს საზღვარგარეთ საიდან ასეთი ანალიზი თქვენ ხომ ღატაკი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ ამან უპასუხა ჩვენ ეკონომიურად გვიჭირს და არაგონებრივად ჩვენც მაგას გეუნებითო რო გიჭირით გონება რატო ხართ რაღაც რა ძარცვეთ ესე ქვეყანა რომ ასე არ აქვს თამოყარეობა გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის საკმაოდ ვრცელი პოზიცია გამოვიდა თუმცა საინტერესო მადლობა თქვენ ამისთვის აქტიურობისთვის რომ გვირეკავთ 032388 და თქვენი გულის სათქმელი გსურთასე საჯაროდ გამოიტანოთ ასე რომ გმადლობთ და დაგემშვიდობებით მე მინდა ასევე შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში მოგიბოდიშებთ მოგიწიათ ლოდინი ასე რომ თქვენც გითმობთ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მაქსიმალურად გამარჯობა გამარჯობა დღემშვიდობისა გილოცავთ შობახალწეს ჯანმრთელობას პრეგზელობას გისურვებთ თქვენ ოჯახს მთელ საქართველოს კარგად ბრძანებოდეთ რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ნამდვილად ეს ბოლო კვირა ძალიან ცოტა მწვავე იქნება ვეთანხმები პოლიტოლოგებს ცოტა გამწვავდება იმიტომ რომ ესე იგი 40 და ეს რამდენი 3 დღეა 4 დღეა მოითმინა ქართულმა ხალხმა და კიდე მოითმენს ყველაფერი დაალაგდება ჩემო კარგო ჩემო კეთილო გოგონა აი პირველად ხედავთ მე არა არ შემოვდივარ მე რადიოს უსმენ ხოლმე პირველად დაგინახე და აი მე სიამოვნა რომ დაგინახე სასიამოვნო ბრძანდებით ძალიან კარგი შეკითხვა დასვით მტკივნეული მე მგონი 25 წელში საქართველოს გაწინდება ესე იგი წილხვედრი ქვეყანა
ქრისტე ჩვენ მხარეს არის, ღვთისმშობელი ჩვენ მხარეს არის, ყველაფერს ეშველება, მაგრამ იცით რა, აი ვეთანხმები პირველ შემომსვლელს 2 მილიარდი დაფინანსდა მერია, ხომ შეიძლება 100 მილიონი გამოეყოთ ყოველ ესე იგი გამგეობას თავიანთი პენსიონერებისთვის. ეს მიღებულია საზღვარგარეთ, გამგეობა ეხმარება თავის პენსიონერებს და ეს თუ ყურად მიიღებს სახელმწიფო, ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა, რომ არსებობთ ასეთი კარგი ადამიანი და ღერძელობა თქვენ. დიდი მადლობთ თქვენ, რომ დაგვიკავშირდით, მადლობა აზრისთვის მათ შორის. მაშინ ასე მაყურებელს შევახსენებ, განსაკუთრებით ვინც ახლა შემოგვერთდა, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივი გამოკითხვა, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ დაგვირეკოთ 0322 385 საუბრობთ საკითხზე, ვეხებით პოლიტიკურ თემას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ პროცესებზე და სხვათა შორის ერთ-ერთი მათ შორის ვინაიდან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საინტერესო საკითხი არის მანდატების თემა, თუ როგორ გადაწყდება და როგორ გაგრძელდება ამ მიმართულებით დაპირისპირება ოპოზიციასა და ასე ვთქვათ ხელისუფლებას შორის. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში მანდატები გააუქმოს, ქართული ოცნება სავარაუდოდ ამის გაკეთებას არც ამჯერად აპირებს. ანალიტიკოსები ამის მთავარ მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედი აქვს, როგორც წინა წლებში და სწორედ ამიტომ წელავს დრო. სხვათა შორის საინტერესოა, როგორც აღნიშნა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ, მიზეზი მარტივია, ქართულ ოცნებას იმედი აქვს ნამდვილად, რომ გარკვეული დროის შემდეგ ოპოზიცია აუცილებლად მთლიანად ნაწილობრივ მაინც დაბრუნდება და დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ვერც გაამტყუნებს, რადგან 2020 წელს ახსენებს საზოგადოებას, იგივე პროცესი იყო და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა, აღნიშნავს ის. ასევე საინტერესოა, რომ მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, დღის წესრიგში დადგება თუ არა ზოგადად პარლამენტის იმ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლებმაც შესაბამისი განცხადებებით მე-11 მოწვევის პარლამენტს შეკრების თანავე, ანუ ნოემბრის თვეში მიმართეს და აქ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა დავით მათიკაშვილის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯერლებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. და ცნობისთვის გეტყვით, რომ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით სამი პოლიტიკური სუბიექტის, ეს არის კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს და საერთო ჯამში ეს დეპუტატები, ვინც მიიღო მანდატი, შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. როგორ განვითარდება პოლიტიკური გზა? პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს ვუთმობთ დროს, მოგესალმებით და გისმენთ გულისყურით, გამარჯობა. მოგესალმებით, დაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს და ისაუბრეთ. გამარჯობა, გამარჯობა. დიახ. გამარჯობა. მე თქვენ პირდაპირ გეტყვით მადლობას. კარგი ჟურნალისტი ყოფილიყავთ, კარგად მომსახურები არისგან საქართველოს, ქართველებს, მე რაზე მაგ ხელობა ის მაქვს, რომ თქვენ ზოგიერთ რო გამოდის თქვენი კორესპონდენტები, ხარების რო გამოდიან მოსკოლები და ეთქვია, გამოდით სტუდენტებო, გამოდით, მოდი, ასე თქვენ არ მას არ ეუბნებით. ეს მიდრე რომ თქვენ გაგება გაქვს, ამის არ შეიძლება ამის თქვა. ვინც სტუდენტი რო გამოვა, მე რო ვიყო, მაგრამ ეს სტუდენტს გამონთავისუფლებს. დირექტორსაც მოხსნი, ლექტორსაც მოხსნი. ამას რა გავდე და მე რა მინდა ახლა უცბად გითხრათ, მთელი ბევრი სასმელი მეაქვს და ბევრია სინაგლები საქართველოში გამიშნა, აკლია ხალხს ფული უნდა, სლოქს მომატება უნდა, პენსია რაღაცა, მაგრამ რა შეიძლება ყველას გააშია, არის თუ არა ფული, გვაქვს თუ არა ბიუჯეტში, რამდენი მილიონი ეს არის ინვალიდი, რამდენი მილიონი უპატრონო ხალხი, იმას ფული ჭირდება პენსიონერებში, მე პენსიონერია, მე 80 განათლებული ვარ, მაგრამ ჭირდება, მაგრამ შემიძლია გავჩერდე, რომ თუა მაგალითად დიდი ავამტყოფი, თუა სასიკვდილო რაღაცა შეცვლა, ემას შეიძლება ვახმარო და მე გავჩერდე. ეს ასე უნდა იყოს საქართველოს და ქართველებმა ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ, ხო ასეა? ხო და ბუნებრივია.
და მე რა მინდა ხო 9 რიცხვი იყო გლოვის დღე ხო იყო 9 დიახ, კი ბატონო, ნამდვილად. ყველა ეს ბოდიში და მაიმუნები იდგნენ ის ოპოზიციის ხალხი. აი ეს არ შეიძლება სასიგნო მე რო ვიყო, სულ გავხოცავდი. სულ არ შეიძლება ასეთი ვალება საქართველოში. მთელი ხალხი ხოლოს საზღარეთი აგულოვებენ და მეგობრებიან სამწუხაროდ იხადებიან და ესე დგარა მაიმუნები და ხეჭავენ ეკება და იმას იმის ზედავადიერ ბოდიში სამწუხაროდ. ეს სასტიკია და დანარჩენი დღეს ახლა მეც არ გეტყვით და იგი მალობა ყოველდღიურია და ეს ძალიან ცუდია ასე რო ხდება საქართველოში ძალიან ცუდია გასაგებია თქვენს მადლობა პოზიციისთვის დაგემშვიდობებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში გვირეკავთ 0322-388-5-ზე შეგიძლიათ აქტიუროთ მიმართავ მათ შორის რადიო მსმენელს რომელიც დარწმუნებული ვარ არაერთია ახლა ჩვენი მსმენელი რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე ასე რომ როგორია თქვენი პოზიცია როგორ ფიქრობთ რა გეგმები აქვს მომდევნო დღეებში სახელისუფლებო გუნდს და მის ოპონენტებს და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები. შემდეგი მაყურებელი ეთერშია, გამარჯობა, თქვენს გისმენთ. გამარჯობა. ალო. ისაუბრეთ, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ხართ. შვილო, მაინტერესებს. ვინდა რომ არჩევნები ჩატარდეს. ვინდა ამიშიოს, მაინტერესებს. ახალგაზრდები, არის ახალგაზრდები, რომელიც შეიძლება ვიქცეთ, მაგრამ აი ნაციონალებს რა უნდა უყოთ. საინტერესოა ნამდვილად, მადლობა თქვენც არისთვის. მე არ მაქვს ნამდვილად ამაზე პასუხი, მადლობა თქვენც აზრისთვის და დაგემშვიდობებით. შემდეგი მაყურებელი თუ შეიძლება, რომელიც გვირეკავს 2-388-5-ზე. თქვენ შეგიძლიათ ახლა გამოთქვათ თქვენი აზრი, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან რთულია. რა თქმა უნდა დამშვიდეს ყველაფერი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის მოქალაქეებმაც და მთავრობამაც. მაგრამ აუცილებელია ცივი გონებით განსაჯოთ თუ რატომ მივედით ამ დონემდე. რატომ ხდება ისე რომ 30 წელიწადზე მეტია ვერ მოვიდა ისეთი მთავრობა რომელიც ქვეყანას უპატრონებს. რატომ ვერ ბრძვით ასე ეროვნულ ძალებს ყველანი თითქოს აი გამოვდივართ ვამბობთ რომ აი პატრიოტ ალიანსს ცემთ პატის მაგრამ ძალიან ბევრი იძახის კაცო კი პატის გცემთ მოგწონ ხარ ყველანაირად მაგრამ მაინც ოცნებას ვაძლევთ ხმას რატომ აძლევენ ამ ოცნებას ხმას ის გამაგებინონ მე აი ხო ხელის გულზე ჩანს ყველაფერი რომ ისინი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ მხოლოდ თავისი ინტერესები გააქვთ ქვეყანაში თუ ვინმე მათ შეეხება და რაღაცას მათ აწყენებენ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდებიან 13 წლის მერე შეიძლება დაიწყონ ბრძოლა ნაცების წინააღმდეგ. აქამდე არ იყვნენ ისინი დამნაშავეები, აქამდე არ იყვნენ გასასამართლებლები. აუცილებელია გაასამართლონ და ყველას უნდა აუკრძალონ პოლიტიკური მოღვაწეობა, აბსოლუტურად სულ ყველას, ნაცებსაც და მათ სატელიტებსაც. უნდა მოშორდნენ ქვეყანას და ოცნებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ყველაფერი, რაც დანაშაული ჩაიდინა, იმაზე ბოდიში მოიხადოს ეროვნული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და ყველაფერი გააკეთოს, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ძალა, როგორიც არის პატრიოტ ალიანსი და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები. სხვანაირად ქვეყანას არ ეშველება. ხო უყურებთ ხალხო, თვითონ დაინიშნეს ხელფასები და გაახსენდათ ამ პენსიონერები, ან ომის ვეტერანები, ან ომში დაღუპულთა ოჯახები, ვინ გაახსენდათ? ვიზზე რამე შეიწუხეს თავი, არავიზი აბსოლუტურად. როგორ გამოდიან ეხლა უსირცხვილოდ მართლა ნამუსდაკარგულები, მორალი საერთოდ არ გააჩნიათ. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის ახსენეთ საკანონმდებლო ორგანოში, ესე ვთქვათ, დეპუტატების ხელფასები თანამდებობის მიხედვით ფაქტობრივად გადანაწილებულია 11,000-დან 16,000 ლარის გათვალისწინებით, საკმაოდ სოლიდურია დამეთანხმებით და სხვათა შორის 2026 წლისთვის კვლავ იგეგმება ხელფასის მატება. აი ასეთია ეს მონაცემები ყოველ შემთხვევაში 2025 წლიდან თვის ბოლოს თუ რა ასე ვთქვათ ხელფასს გამოიმუშავებს პარლამენტში დეპუტატი თანამდებობის მიხედვით კიდევ ერთხელ ვამბობ. შემდეგი მაყურებელი ეთერში გვყავს, მოგესალმებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა.
დაუწიეთ რა, თუ შეიძლება ტელევიზორს, ხშირად მიწევს ხოლმე ამ წინადადების აღნიშვნა, ამიტომ რომ არ შეიქმნას ესე ვთქვათ მსგავსი. მოგესალმებით. მაყურებელს შეუძლია დაიწყოს საუბარი, პირდაპირ ეთერში ხართ, გელოდებით ჩვენ. მოგესალმებით. გამარჯობა. მე დღეს რასაც უყურებ, ზუსტად 33 წლის წინ მე ამ ამბების შემწე ვიყავი. როდესაც ზვიად გამსახურდიას ჩაუშეს კუს ეძახდნენ. დღეს მე დიდ სინანულში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდობა დღეს რომლებიც რომ აი ეს რუსეთუმეებს და იმას ეძახიან, აი ესეთ სინანულში იქნებიან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა თქვენ აქტიურობისთვის, რომ გვირეკავთ 0322 და აბსოლუტურად ყველა ის მაყურებელი, ვინც გვიკავშირდებით, დასაფასებელია ნამდვილად თქვენი აზრი, ვინაიდან ყოველს განსხვავებული პოზიცია გაქვთ, ამიტომ თქვენ იჩენთ გულისხმერებას, რეკავთ პირდაპირ ეთერში და თქვენს მოქალაქეობრივ აზრს ასე საჯაროდ აფიქსირებთ. ეს ნამდვილად დასაფასებელია, ამიტომ მე ყოველთვის მადლობას გადაგიხდით ამისთვის. გვირეკავთ 0322 როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში? მე აღვნიშნე უახლოესი დღეების გეგმებთან დაკავშირებით, როგორც გავრცელდა, იცით რომ დღეს 15 იანვრიდან პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განიხილეს, ეს შეეხო 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები კი გამოსვლას აგრძელებენ იცით და ცდილობენ გაზარდონ როგორც პროტესტის მუხტი, ისე მისი მასშტაბები. სხვათა შორის 15 იანვარს, ანუ დღეს 15 საათზე აქტიურად აანონსებდნენ საყოველთაო გაფიცვას და თქვენ იცით რომ ოპოზიციური ნაწილი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მოუწოდებდნენ უпростоრედ დავაზუსტებ ბიზნესის მიმართულებით, რომ მუშაობა დროებით შეაჩერონ ბიზნესის წარმომადგენელთა კონკრეტულმა ნაწილმა მათი მოთხოვნა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და ფაქტობრივად აი ამის საფუძველზე. როგორ განვითარდება პროცესები, ეს კითხვა სულ მუდმივად ჩნდება, ჩვენ ფაქტი არის, რომ მივყვებით პროცესებს და ვადევნებთ თვალს. ამიტომ თქვენ მოქალაქეებს როგორი აზრი გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ, აი ამ მიმართულებით შეგიძლიათ ისაუბროთ დღეს ჩვენთან პირდაპირ ეთერში, გითმობთ დროს, გამარჯობათ, მაყურებელი გვყავს ეთერში, ისაუბრეთ. გამარჯობა. ხო, კოჰაბიტაცია დაღუპა ჩვენი საქართველო. კი ბატონო. დიახ, შემდეგ. კოჰაბიტაცია. აი კოჰაბიტაციის გამო რაც თავრობა ასე დღეშია დღეს. ეხლა ნახეს, ეხლა იციან რა გააკეთონ, ეხლა უკვე გზას მიყვებიან, მაგრამ ეს თქვენ რა ვისი საქმეა, ვიღაცა გათხოვილი კაცის საქმეა ჩვენი საქართველოს დალაგება? ჩვენ ხო ვართ მოქალაქეები ხო არიან? დიახ, გასაგებია ქალბატონო. დიახ. ანია ის თანაც არც ერთ ქვეყანას არ ყავს ასეთი ოპოზიცია, ასეთი აგენტი, ასეთი მომჩივანე, რომ უპარინ ქვეყანაზე იქ რო დგანან. ჩაფურთხებაზე რო წავიდა საქმე, აი იმის მერე დღეს რომ იქ დაუკავშირდა ეს ათიაკის ისინი მეორე, მესამე, მეოთხე, ის არც ერთი ადამიანად არ მიმაჩნია. ჩემი ოჯახის წევრი რო იყოს ის ადამიანი, მე ადამიანად არ მიმაჩნია. უკვე ფიქრობ, ყველგან მუშაობს ეს ხალხი და ამათი ხალხი 1000 ლარს აძლევენ ტელეფონზე რო გადაიღონ თურმე საჭმელში რო ჩაფურთხავენ. აი ასე მდგომარეობაში ვართ, უკვე შესვლა არ გვინდა და კაცე და არც იმაში სამზარეულებში შესვლა არ გვინდა. ასე დღეში ჩავიდა, ასე დღემდე დადგა საქართველოს ამბავი. ესენი არიან სამარცხვინოები, ესენი ხალხი არ არის.
კარგით, მადლობა ქალბატონო თქვენ ძალისთვის. ან მაყურებელი შემოვიდო და ვსაუბრობდით საკითხზე, გაფიცვასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ლოზუნგით იფიცება საქართველოს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა, როგორც მოგახსენეთ, 15 საათზე დაიწყო და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და სხვა ბიზნეს ჯგუფები. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა ობიექტები, როგორც ვრცელდება ინფორმაციით, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. სხვათა შორის გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერით გამოხატავენ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. პროტესტის მიზანია აჩვენონ საზოგადოებას ის თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. სხვათა შორის აქვე აღნიშნავ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა და მისი თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. რას ფიქრობს მაყურებელი პირდაპირ ეთერში გვყავს, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობათ, შეგიძლიათ თქვენც დაიწყოთ საუბარი, პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით უკაცრავად თქვენ ჩემი ხმა, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა. შემოგვიდგა გენაცვალე ყველა გაზეთებს და ესეთ მრავალ სხვა თქვენი კოლექტივი. მადლობთ თქვენც ასევე. ახლა რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ დღეებს. არ ვიცი, საქართველოს შოუცი არ არსებობს. თქვენი ჩათვლით არ გეწყინოთ თქო. ეს დღეს რაც ხდება, ეს უბედურება უსმენთ თქვენ წინაგან ჩვენ წინა გამოსვლებს და მთავრობის ლანძღვა არც მე სულ ორჯერ და სამჯერ და ხუთჯერ იყოს έτσι და იგივე მთავრობა, მაგრამ სადაყავს მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მქონდა, მაგრამ არ ვიცი, აქ შევჩერდები თქვენს განკითხვაზე, იმიტომ ძალიან ახლოს ვარ თქვენს გუნდთან და ვიყავი და რა ვიცი. ეხლა მაქვს ურთიერთობა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც გამოდიან იქ რუსთაველზე, მქონდა რა რამოდენიმესთან და აზრი ვერ მე 67 წლის ადამიანია, 87 წლის შემდეგ ყველა იმაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, გაფიცვა იყო თუ მიტინგი იყო თუ რაიმე იყო 2007 წელში ძალიან დიდი შეტაკებები ნაციონალებთან და არ ვიცი, მაგრამ ერთი ფოტოლია ჩამოგვიგია, მორიგეობა ჰქონდა რუსთაველზე, რომ ნაგავი არ არის დაეგდო, იქ საგვები ყველას ჰქონდა წყალი რამე და ოჯახებში მიყვავდა კიდე ხალხი ჩამოსულები და ასევე მსახურებოდით ერთმანეთს. დღეს რა ხდება ეს? საშინელება ხდება, საშინელება. მე არ მჯეროდა ომის პარტია რომ იყო რაღაცა ისა, მაგრამ თუნდაც სწორი ყოფილა. სოფიო ორად არის გაყოფილი. სოფიო ორად არის გაყოფილი და არ ვიცი რა გვეშველება არ ვიცი ეს ვინ არიან? ეხლა ქალბატონმა თქვა გათხოვილი მამაკაცი, სწორია. ჩვენ ის უნდა ჩამოდიოდეს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიებს უნდა გვილანძღავდეს. საით მივდივართ, სად მივდივართ? ეს ახალგაზრდები ალბათ ყველა ფულზღებული, ალბათ კი არა. მაქვს ინფორმაცია რომ ყველა ღებულობს ფულს იქედან რაღაც თანხებს და ეხლა მაპატიეთ ამ ჟარგონს და მოწევაზე არიან რა. მოვიქცეთ 20-მდე რასთანაცაა დაკავშირებული. ვეკითხები ახალგაზრდებს, ვეკითხები ვისთვის გეხათ ნაციონალები გინდათ მოდი. არა, ბოდიშნა ერთი მაგათი დედაც იძახიან, მაგრამ აბა ვისთვის გეხათ, რაღაცა მოხდება. უაზრო დგომა, უაზრო თავპირის მტვრება რუსთაველზე. ამიტომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ თავი ალბათ და ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. მე ძალიან დიდ პატივს თქვენ კოლექტივს. ძალიან დიდ პატივს ბევრჯერ ყოფილა თქვენს გამოსვლებში, მიტინგებთან, ყველა რა ვიცი. ძალიან დიდ პატივს კიდე ვაფიქსირებ ამას და ალბათ უნდა ავიმაღლოთ ხმა და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით ადამიანები და უნდა გავცეთ პასუხი იმ ადამიანებს, როგორ იქცევიან, ქალი არა, რა სიმღერას მღერიან რუსთაველზე გოგონები ხალხო. რა სიმღერას ჟღერიან? მე მამაკაცი მოსმენა არ მინდა, მოსმენა. ჩემი თავის მცხვენია, იმას როცა უსმენ. ჩემი თავის რომ ეს რა ხდება ჩემს ქვეყანაში. და არ ვიცი.
აი გუშინ წინ რაც მოხდა კიდე ზარქოვასა და იმის შორის შეხედან მაგიდას მიდის ვიღაცა და ლანძღავს ის რაღაც პარლამენტის წევრია უნდა ულანძღოთ კაცო იმასაც ხო უყურება სადმე დაიშვენოს ადამიანო ხო ადამიანური გზნოთ მიუდგეთ ამ საკითხს ახლა მოგწონს თუ არა ზარქოვის სხვა საკითხია კიდე მაგრამ ადამიანობიდან გამომდინარე მეუღლე რუსი ყავს და ეს რუსულს ხვას აი ბოდიშტ ვაბოთით. რას ბრძანებთ? დიდი მადლობა თქვენ რომ გვირეკავთ. საბოდიშო ნამდვილად არ გაქვთ. მადლობა პირიქით რომ გვიკავშირდებით და თქვენ სასრს ამბობთ. შემდეგი მაყურებელი თუ შეიძლება, რომელიც გვირეკავს 0322-388-5-ზე შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. გამოკითხვა, ასე რომ დიდი სიამოვნებით მორიგ მაყურებელს დავუთმობ დროს. გამარჯობა. თუ შეიძლება თქვენი ხმა რომ გავიგოთ სტუდიაში დაიწყოთ საუბარი მოგესალმებით. დაგელოდებით რამოდენიმე წამი. გამარჯობა. კარგით, მაყურებლის ხმა სამწუხაროდ არ მესმის. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თავიდან 0322-388-5-ზე გვირეკავთ ობიექტივის პირდაპირ. ფრის გამოვედი და ახლა დაამთავრა იქაც ლაბარაკი და კიდე რაღაც დავრეკავ. მაშინ ისაუბრეთ ქალბატონო, მე მოგმართეთ რამოდენიმეჯერ და თქვენი ხმა არ მესმოდა სტუდიაში. სიამოვნებით გისმენთ. დაიწყეთ საუბარი. დაუწიეთ ტელევიზორს, ამიტომ არის რომ აცდენაა ჩვენი ხმების და თქვენ გონიათ რომ უყურადღებობაა ჩვენის მხრიდან, რომელიც ეს ასე არაა. ეხლავე დაწეული მაქვს ისედაც. დიახ, გელოდებით, ისარგებლეთ ჩვენი დროით. დედი, მეკითხებით, როგორ განვითარდება უფლებები. მე ვარ მოხუცებული ქალი, დაბადებული ომიანობის პერიოდში. მამა წავიდა ჯარში არ მახსოვს, ძმა წავიდა ჯახში არ მახსოვს, მე გესმით შემილაპარაკე. კი, ქალბატონო, გვესმის, ისაუბრეთ, ნუ გაწყვიტავთ აზრს. ხო, არაფერი არც ერთი არ მახსოვს, მარტო სურათებით და ახლა მშვიდობა მინდა, ჩავიდე მიწაში ისე რომ ომი არ იყოს. რა გაუმოწევა და უმთავრებელი და ემართა დედა. რას მოიწყობენ, რა უნდა ამისან ხალხი არ ეწოდებათ. ასეთი დაუმთავრებელი რა არის? ნუ თუ ასეთი მთავრობა გყავს. მშვიდობა ხოა. ოპოზიცია უნდა იყოს მთავრობაში, მაგრამ უნდა შეუსწოროს ესაც არ ვარგა, ესაც გავაკეთოთ. ემად ოპოზიცია ესენი არის კრები. მადლობა თქვენ ზარისთვის ნახვამდის. მორიგი მაყურებელი თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში როგორ ფიქრობთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას, როგორ წარმოგიდგენიათ, ანალიტიკოსები საუბრობენ მოსაოდნელ დაძაბულობაზე. სხვათა შორის ახლა დღეს აქტუალური გახდა გაფიცვა, საყოველთაო გაფიცვა, აი ესეთი ლოზუნგით, რომელსაც სალომ ზურაბიშვილიც შეუერთდა და მათ შორის და გეტყვით რომ ოპოზიციური პარტია აძალებს ბიზნეს გაფიცვას თანამდებობით ვიცი რომ აშინებენ და ამუნათებენ აღნიშნავს ბატონი სხვათა შორის მე გეტყვით რომ ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით კერძო სექტორს აძალებენ რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ სხვათა შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბიზნესის გამოყენება კვლავ აქტუალურია საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების მცდელობა საქართველოში თითქოს დასრულდა, მაგრამ კერძო სექტორის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა მაინც გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია და ბიზნესს ამუნათებენ. დიახ, ამირან საულქვაძის პოზიცია მოგახსენეთ ახლა მე მინდა ეს აღნიშნო, ის დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორზე ზეწოლა მიმდინარეობს, ამიტომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია. შემდეგი მაყურებელი ეთერშია, როგორია თქვენი შეფასება, გისმენთ ყურადღებით. ანუ მოგესალმებით. გამარჯობა. არა, სამარცხვინო გჭირს. სამარცხვინო. ეს ქვეყანა რას გავს ეს, რას დამსგავს ეს ქვეყანა? რას ვითმენთ? როგორ შეიძლება გაფიცვას აფთიაქები ისინი მთელი მაღაზიები და ვინ არიან ეს? სად არიან ეს მინისტრები? რა ხელფასები აქვს? გამოვიდნენ მაგენი. გამოვიდნენ და მიხედონ ხალხს. ხო ხედავთ როგორ უნდათ არევა, როგორ უნდათ მოცლა ამ აგენტებს, ამ კინტოებს. რატო ვითმენთ ხალხო გამოდით?
ვინც მისახვა ქართულ ოცნებას ხომბებრი არა, გამოდით რაღაცა გავაკეთოთ. როგორ გვათამაშებენ ქვეყანა არის საკაცო, ქვეყანა თუ რას გავს ეს ერთეულება არ შემჭამეს კაცო, ნუ დასანამდე ხო, სანამდე უთმინოთ. მინისტრები კარგი თბილოთ ახალში რომ შედან და კაი ხელფასები გამოვიდნენ მიხედენ ხალხს. თორე და სულ დაუკეთოთ აიბადა მინისტრებს დაუკეთოთ კარები. რას გავს ეს ხალხი როგორ გაატრვალეს კაცო რაშია საქმე ეს კი დაეხლა ჩვენ კიდე ხალხს ისე უჭირს რამე მიხედონ რაღაცა ომის შემდეგ ხალხი როგორ ცხოვრობდა კაცო უკეთდა ეხლა რას დამსგავს ეს და ხოდა კიდე ერთხელ ვიმეორებ და ჩემ ხალხს მოუწოდებ ჩემ ხალხს რომელიც აი გულამდებულები არიან გამოდით ხალხო გამოდით და გავრეკოთ საქართველოსთან გავრეკოთ ეს ხალხი ეს ერთეულება როგორ შეჭამეს ქვეყანა რას ჩამოდიან ეს უცხოელები და იმებს კანონებს იმებს აწესებენ ვინ არიან რა გაუკეთებიათ ჩემი ქვეყნისთვის აბა თქვენ იცით ახლა და ეს მინისტრებს დაუკეთოთ კარები მინისტრებს ჯიპებით რო დადიან აბა ხალხი კითხეთ როგორ არიან გადაკეტილია მთელი გზები გადაკეტილია ყველაფერი ეხლა აფთიაქების მაღაზია ყველაფერი დაკეტეს ხოდა სანამდე ხო სანამდე კი ბატონო დიდი მადლობა ქალბატონო თქვენც არისთვის დაგემშვიდობებით მე მინდა შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანო პირდაპირ ეთერში შეიძლება ითქვას რომ აქტუალური ხდება საკითხი საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით ლოგძუნგი რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა მათ შორის და საინტერესოა თქვენც უდებთ თუ არა პოლიტიკურ სარჩულს როგორც აღნიშნავენ ანალიტიკოსები და როგორი განვითარება იქნება ამას ყოველივეს ვგულისხმობ საყოველთაო გაფიცვას რომელიც გარკვეულ და სერიოზულ გავლენას მოახდენს ბუნებრივია ხო თითოეულ ჩვენთაგანზე მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობათ დიახ იცი რა არის 3-4 წინ რო გამოვიდა მამაკაცი ხოდა რო თქვა იქ ადის ბავშვი იქ სანიკიძე და ესენი რაფერ შეატრიალა ხო უყურებ ის სარქვა და სარიგიძე დესხა თავს იმას და ამას შეატრიალა და აგიდესხა თავს იმას როგორ შეატრიალა ხო უყურებ სურათი ხელად ამდენო ხახმაურა ახლა მეორე რამე დაგითხრათ ასეთი დონის მოაზროვნე ხალხი რომელიც უმეტესობა თქვენთან რეკავს მიტუა პატრიოტ ალიანსი 5% ვერ ნახავს აი ეს მოაზროვნე ხალხი ხო როგორი განსხვავებული პოზიცია გაქვთ შეგიძლიათ უფრო იმიტომ რომ ფაქტია თქვენ როდესაც ეთერში შემოხვედით გააკრიტიკეთ მაყურებლის აზრი და თან თო ხომ იცით რომ თავისუფალია ჩვენი ეთერი ამიტომ ყველა აზრი ისმის და ამიტომ უმეტესობა რომელიც რეკავს რას უწუნებთ რას იწუნებთ რა აზრს იწუნებთ რას უწუნებთ და აზრი არ არის ესე იგი აზრი არ არის ესე იგი გამოდის სააკაშვილის მე სააკაშვილის მოხერა ვარ მაგრამ სააკაშვილის სამი თვერო იყო გადაკეტილი რუსთაველი ააყროლეს ყველაფერი ეს არ ახსოვთ ეს იქიდო კი ჩარვაკარებდით არაფერსო აი რეგულად თელი რუსთაველი აყროლებული იყო ხალხი გადარეული იყო და ის არ ახსოვთ ეს ახალგაზრდები რას აკეთებენ, რას აფუჭებენ? ასე რომ გავს ხნიერი ხალხი, გამოწვინებული აღაბი და დაბერებული ხალხი. კარგით რა ძალიან გთხოვთ, იყავით კორექტული. ძალიან გთხოვთ. შემდეგი მაყურებელი ეთერში უნდა შემოვიყვანოთ. მოგესალმებით, თქვენც თუ შეიძლება რომ გამოთქვათ თქვენი პოზიცია, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. აბა მითხარით ახლა რა კითხოს გავცე პასუხი? ჩვენ საუბრობთ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ხდებოდა გასული დღეების განმავლობაში და მათ შორის ახლა მოსალოდნელ დაძაბულობაზე საუბრობს ანალიტიკოსთა გარკვეული წრე. და როგორია თქვენი შეფასება? ფიქრობთ თუ არა რომ პროცესები უფრო მეტად გამწვავდება, გადაინაცვლებს რეგიონებში? ასევე გაფიცვა, რომელიც ესე ვთქვათ საყოველთაო გაფიცვა, აი ამ ლოზუნგით, ესე ვთქვათ დღეს 3 საათის განმავლობაში გარკვეული პრობლემად შეიქმნება ბუნებრივია. ჩვენს ქალაქის ქუჩებში. როგორ შეაფასებთ აი ამ მოვლენებს? მომისმინე საყვარელო.
ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენ არსებობთ. საერთოდ რო არსებობთ ეს ობიექტივის არხი რომ არსებობს და ხალხს იმის უფლებას აძლევთ ჩვენი აზრი გამოვთქვათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაინც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანი ისვენებს მაინც რაღაცას რო იტყვის, ხო? რა თქმა უნდა, დიახ. ეს გამოსული ახალგაზრდობაც მათი პატრონებიც აბსოლუტურად დიდი თუ პატარა ძალიან კარგად ვიცით ჩილო თავიანთ გულში ჩაიხედოს ყველამ და თქვენს და სულ ყველამ ჩაიხედეთ ვისინა მოქმედარია ამას ვინა მოწონს და ვინა კონტროლს და ვის უნდა რომ ეს არეულობა იყოს ქვეყანაში ხო ვიცით ეს ვისგანაც ხდება წეგანი ბატონმა რომ ბრძანა ნამდვილად ფულსაც იხდიან ნამდვილად წამალსაც აძლევენ როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგონა თუმცა იცით რა არის მტკიცებით ფორმაშიც ვერ ვიტყვით ამას იცით ნამდვილად ვისვენებთ თქვენ ახართ ნამდვილად ჩამოყალიბებული ნორმალური ხალხი მაგრამ ესენი ქალები არიან გამაგებინეთ რა ოჯახში გაიზარდნენ სად გაიზარდნენ ქალი რომელიც სახეში გაარტყავს პოლიციას კიდე ნებისმიერს შეაფურთხებს შეაგინებს ანიქ რაღაც სიმღერებს კაცმა თქვა მე მწვენია რა სამღერიანო სად იზრდებიან ვინ არიან იმ დღეს მითხრეს კიდე დამირეკეს ნანუკა ხაზარაძის გოგონა ისეთი პირით იგენება რომ როგორ შეიძლება ეს სადამდე მივიდა ქართველი ხალხი მიაზზე არა ვარ ეს რა ხდება ჩვენ ქვეყანაში მაგრამ ვიცით შვილო ეს ვისაც უნდა მიხაილ ოთირო ჩამოდის და მაგისნაირები და საქართველოში ქართველს სკოლას ასწავლიან მეტის ღირსები ვართ ჩვენ თუ ვერ შეუგნია ძალიან კარგად იციან ნაციონალურ მოძრაობა უკან ებხარებიან მაგ ბავშვებს ბავშვები გამოდიან ბავშვი არის აკვანში რო წევს 6 თვის ცნობიერება რო ეძლევა ბავშვს ისიც ბავშვი აღარ არის ბავშვია რო იგინება გოგონა რო იგინება ბიჭმა შეიგინოს კარგი ну აი არ ვიცი სადამდე მივედით და სადამდე უნდა მივიდეთ გაიფიცონ რაც არ უნდა გაიფიცონ რაც არ უნდა თქვან რაც უნდა ინტელიგენცია ну თვის რომ თურმე უფლება აქვთ რა ქვია იმას მსახიობებს რომ შეურაცხყოფა მიაყენონ მაგრამ რადგან მსახიობი არ უნდა დაიჭირონ აი გეკითხები შვილო თქვენი მშობელი რო იქიდგეს თქვენი ახლობელი რო იქიდგეს და ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენოთ მოითმენთ ამას ხო ვერ მოითმენთ შვილო ხო არ შეიძლება მარტო ერთადერთი თქვენ საშუქებდით ამას მე მაგას ვერ ვიტყვი თქვენ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ისა აშუქებდა 2-3 არხი არც ერთი ოპოზიციური არხი არ აშუქებდა დრო დაიწყო ეს უბედურება თავიდან დასაწყისში და გამოდიოდნენ და მშვიდობიან მომიტინგებაში მშვიდობიან ძალიან კარგად ვიცით ან ევროკავშირს რა უნდა ან ამერიკას რა უნდა ისე კარგად ვიცით რომ შვენიოთ ყველამ ვიცით რა ხდება ისინი დებენ აქ ფულს ეს აგენტი უწევთ იქ საავადმყოფოში ვითომ ავადმყოფი კაცი ციხეში ვერ გადაატყრიგეს არეშველა აი ესენი მართავენ ქვეყანას და ბიძამისმა ხო გახსოვთ შვილო რა იძახე ეს ავადმყოფი ქართველები სანამ დედასო გვაგინა და სანამ თავზე არ უზავთო 1 მილიარდს ვიხდი თუ ვინც ბიზნესა იმაშვილს მოკლას აი მის მერე აი ამ კაცს შეიძლება რომ მაგის მომხრეები იყვნენ და იძახონ რომ სააკაშვილმა საქმე გაუკეთებო და ან კიდე უნდათ კიდე მაგის მოbrunება შვილო თქვენ უნდა იყოთ იქ პატრიოტ ალიანსი და ალტიფონე ყოფილიყო ოპოზიციაში მაგათ რა უნდა საერთოდ რა უნდა საქართველოში რა უნდა არ ვიცი ესენი ვინ არიან არ ვიცი რა გაგდონის გახტნილობა შემოიტანეს ქვეყანაში რა უნდა არ ვიცი გასაგებია დიდი მადლობა თქვენ სიტყვასაც გეტყვით შილო ბოდიშს ხიხდი რამდენი გაგაჩერეთ მაგრამ ვერ ვითმენ რას ბრძანებთ მადლობა თქვენ ზარისთვის ნახვამდის შემდეგი მაყურებელი გოლდება ასევე ხაზზე და თუ შეიძლება მას დავუთმოთ ასევე დრო მოგისალმებით როგორია თქვენი დამოკიდებულება და თქვენი შეფასება საინტერესოა ამიტომ შეგიძლიათ დაიწყოთ გამარჯობა ისაუბრეთ თუ შეიძლება გამარჯობა მაყურებელს არ ესმის როგორც ჩანს ჩემი ხმა სხვა შემთხვევაში ისმის კარგით ისაუბრეთ ქალბატონო გამარჯობა გამარჯობათ მოგესალმებით ქალბატონო მოგესალმებით ჩვენც მოგესალმებით ქორები დაფრინავენ იფიცებიან და ღორები პარლამენტში ღრუტუნებენ იმიტომ არიან ღორები რომ პენსიონერებს 400 ლარს გვაძლევენ და თვითონ 10,000 და 15,000 აქვს იმათაც ხო ერთი მუცელი აქვს და პენსიონერსაც რა საფიქრობენ ორივე სახადი ჭირებია ორივე სახადი ჭირებია ნაცებიც და ქოცებიც მადლობთ
თქვენ მადლობა ზარისთვის. ნახვამდის, მადლობა თითოეულ მაყურებელს, ვინც გვიკავშირდებოდით გასული წუთების განმავლობაში. საინტერესო პოზიცია მოვისმინეთ არაერთი და მე სხვათა შორის მინდა ბოლოს დავასრულო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომელიც მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელს და აღნიშნავს, რომ მცდელობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გაზდაიზარდოს. ფაქტია, რომ ქვეყანაში არასასიამოვნოდ მიმდინარეობს არაჯანსაღად პროცესები, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ გამოიჩენს ყველა ის ორგანიზატორი, ვინც ცდილობს, რომ გარკვეული არეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში გონიერებას და არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ძალადობა, დაპირისპირება, რადგან კიდევ ერთხელ, ესე ვთქვათ, ცნობილი სიტყვებით მინდა დავასრულო, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მე მინდა ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს, ობიექტივის მსმენელს გადავუხადო მადლობა აქტიურობისთვის, პოზიციების დაფიქსირებისთვის და მომავალ 4 შაბათამდე დაგემშვიდობოთ. მე შორენა ჭიაურელი ვმუშაობდი თქვენთვის. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.